მოყვანილია რუსთავის მეექვსე დაწესებულებიდან, პენტენციური დაწესებულებიდან, საქალაქო სასამართლოში ის მოვა ცხთომათა დარბაზში, შემოვა და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. მისცემს თუ არა ჩვენებას ის ძმებ მიქაძეების, გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია არ აქვს მის ადვოკატს, თავად გადაწყვეტს ამას მამუკა ბაღდავაძეს ცხთომათა დარბაზში. რაც შეეხება პროკურატურას, გამოძიება ამტკიცებს, რომ მამუკა ბაღდავაძე ლევან ჯანგოლაძის მკვლობის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა და მოწმია მასთან უამრავი შეკითხვა არსებობს მაგალითად რატომ დატოვა საქართველოს გიორგი ჯოხაძესთან ერთად ის არის მისი უახლოესი ნათესავი და გამოძიება ამტკიცებს რომ მან დამალა დანაშაული მისცა სრულჩვენება გამოძიებას მამუკა ბაღდავაძე არის პირი დიახ რომელმაც ბრალდებულ გიორგი ჯოხაძესთან ერთად ქვეყანა დატოვა და ის საბოლოოდ ქვეყანაში დაბრუნდა მის გარეშე რას იტყვის თავადაც ბრალდებული სტატუსის მატარებელი ჯერჯერობით ცნობია ის მოვა ცხთომათა დარბაზში მას ჯერ ჩვენება არ მიუცია არც ერთ ეტაპზე ის გელა უძილაურის საქმეზეც იყო გამოძახებული სასამართლოში თუმცა არ მოსულა არ მიუცია ჩვენება არაერთგზის გამოიძახეს მოწმის სახით ამავე საქმეზე მამუკა ბაღდავაძე არც ერთ ჯერზე მას დუმილი ჯერ არ დაურღვევია მამუკა ბაღდავაძე მოგერცენებათ რომ არის ბრალდებული გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე მას ბრალდების ხარე ედავება არ არსებულ დანაშაულს თითქოს მან მიცა სრულჩვენება და დანაშაული დაფარა ასევე იგი გამოცხადდება და დააფიქსირებს თავის პოზიციას პროცესზე რა კითხვები აქვს პროკურატურასთან დაკავების დღიდან დღემდე ჩვენთვის უცნობი არის შესაბამისად უცნობია დასვავს ბრალდების ხარე კითხვებს და შესაბამისად გავიგებთ აღნიშნულს და უდანაშაულო ცნობს იგი თავს. ლევანდელ სასამართლო პროცესზე გამოძახებულია მამუკა ბაღდავაძე, წინა პროცესზე როგორც იცით არ გამოცხადდა. შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიძახეთ, ვინაიდან მიგვაჩნია რომ არსებობს ლეგიტიმური კითხვები მის აუქციონობას ჯოხაძესთან, უზილაურთან დაკავშირებით, ამიტომ საკმაოდ ბევრი შეკითხვა გვაქვს მასთან დაკავშირებით და იქიდან გამომდინარე რომ მან ის არის ერთ-ერთი პირი, რომელმაც ჯოხაძესთან ერთად დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ის დაბრუნდა, ჯოხაძე არ დაბრუნდა. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ბევრი შეკითხვა აქვს ბრალდების ხარეს და მის სახლში ჩატარებულ ფარულ საგამოძიებასთან დაკავშირებითაც აქვს კითხვები. ამიტომ ჩემს უცნობია დღეს გამოცხადდება თუ არა. ასევე გამოძახებულია სანდრო წივწივაძის ძმა, რომელიც როგორც ასევე საზოგადოების ცნობილია ის მონაწილეობს ფარულ საგამოძიებაში და შესაბამისად მასთან დაკავშირებითაც არის შეკითხვა. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია გამოცხადდება თუ არა ეს პიროვნება, და როგორც მოგესალმებით გელა უძილაურის საქმეზე მან უარი განაცხადა მისი ძმის და თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამგვარი განცხადება გამოაგზავნა, დღეს არ ვიცი მოვა თუ არა. ასევე დაიკითხება გამომძიებელი, რომელსაც ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებები, მათ შორის მამუკა ბაღდავაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ფარული საგამოძიებების დათვალიერება. ძმებ მიქაძეების გიორგი ჯოხაძის ბრალდების საქმეზე ბრალდება სულ 10-მდე მოწმე დარჩა გამოსაკითხი საქალაქო სასამართლოში დღეს გარდა მამუკა ბაღდავაძისა იკითხება ასევე ამ საქმის კიდევ ერთი ჟაურდებული უკვე სანდრო წივწივაძის ძმა რომელიც ფლობს ინფორმაციას იარაღებთან დაკავშირებით რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა უკვე ეგრეთ წოდებული დაქირავებული კილერის ხელში დღეს გამოიკითხება ასევე კიდევ ერთი გამომძიებელი რომელმაც ხრეკა ჩაატარა მამუკა ბაღდავაძის საცხოვრებელ სახლში ლევან ჯანგულაძის მკვლელობის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში ორი პროცესი გაიმართება. ერთი ძმებ მიქაძეების გიორგი ჯოხაძის ბრალდების საქმეზე, მეორე კი მამუკა ბაღდავაძის და გიორგი კაჭკაჭაშვილის საქმეზე, სადაც მოწმის სახით საბრალდებო უწყებას გამოძახებული ყავს ეგრეთ წოდებული და აქირავებული კილერი გელა უძილაური, რომელიც 16 წლიან მსჯავრს უკვე იხდის.